გამარჯობა კობი. გამარჯობა ალექსანდრე. კობი რას აკეთებ აქ? ალექსანდრე ვარ მე. შენ რას აკეთებ აქ? ეს არის საინტერესო კითხვა. შენ ახლა ხარ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაიჩუც საქართველოში გადის მოდელირებებზე დელეგატი, რადგან შენ კარგად შეგიძლია ხალხთან საუბარი, თუმცა გოგოებთან. რატო ამბობს არ შეტყუილია. კარგი ავგზავთ გავთ. ხოდა მოკლედ იქნება და გითხრა რა არის შენი საიდუმლო ხერხი ხალხთან კომუნიკაციის ან რატო არ თვითონ ხალხთან კომუნიკაცია ასეთი მნიშვნელოვანი გაეროს მოდელირებებზე? პირველ რიგში მადლობა ჩემს მშვენიერ მენტორებს რატი ფიფიას და პეტრე ლაბარტყავას, რომელიც პირველი ეპიზოდიდან გავიცოთ პეტრე ლაბარტყავა, რომლებიც სამ გაგზავნოთ დაგვავიწყდა უნდა გამოაცხადოთ გახსნილად ეს პოდკასტი. ოფიციალურად ამ პოდკასტს გახსნილად ვაცხადებთ. მადლობა. უღრესობა. ჩემს წინვალე მენტორებს რატი ფიფიას და პეტრე ლაბარტყავას პირველ ეპიზოდიდან. ეპიზოდი იყო, ხო? კი, თამაშები იყო. მაგრამ ეს არიან ადამიანები, ვინც დამეხმარდნენ იმ საფუხრებზე ასვლა, რომელმაც დღემდე მომიყვანა. იმიტომ რომ ჩემს ერთ წლის წინანდელ თავს რო ენახა ჩემი თავი დღეს, ვერ მიცნობდა. ფიქრობ რომ რაც შეეხება შენ შეკითხვას, თუ ვინც კონფერენციაზე ნამყოფია, აშკარა არის რომ კომიტეტის უმეტესობა ძირითადად არ საუბრობს თავს არიჩენს და ცდილობს რომ მაქსიმალურად თავშეკავებული იყოს. რაც არის ერთ-ერთი მე მგონი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, იმიტომ რომ რატი ფიფიამ კიდევ ერთხელ ახსენე ჩემმა მენტორმა, მასწავლა რომ მთავარი წესი არის no placard sound, როდესაც შანსი მოგეცემა, ყოველთვის უნდა ისაუბრო. ჩვენ შეიძლება ჩვენ პრივილეგიად ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ დელეგატების უმეტესი ნაწილი არ აქტიურობს ხოლმე კონფერენციების დროს და გამოვიყენოთ ეს ჩვენ სასიკეთოდ. და როგორ? ძალიან ბოროტ აჯერს, არ ვარ ესეთი ბოროტი. მაგრამ თუ მდივნებს თავს ამახსოვრებთ, ძალიან მარტივდება, შემდეგ ჯილდოს მოპოვება და თავის დამახსოვრება არა მარტო მთლიანი კომიტეტისთვის, არამედ უშუალოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც შემდეგ დაიხმარებიან. ესაა და ეს. და შენ როგორ შენი საიდუმლო როგორ იმას კომუნიკაციას როგორ ამყარებ და როგორ ქმნია ქსელებს იმის არის ბევრი გზა ამ თავის გამორჩევის და ჩემ შემთხვევაში ეს ხრიკი არის დროშით მისვლა, ძალიან დიდი დროშით, ვისაც კონფერენციაზე ნაეხი ვყავარ, ყველას ალბათ ნაეხი ვყავარ, ჩემი ქვეყნის რომელ ქვეყანასაც წარმოადგენ, უზარმაზარი დროშა მომაქვს. და პირველი საბჭოთა ყოველთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და როდესაც მდივანი და სხვა დელეგატები ხედავენ რომ იცი რა ეს ადამიანი მართლა სერიოზულად უდგება ამ ყველაფერს და რაღაცა მთელი კომიტეტის სოლობის დროს ამაზე ფიქრობენ რომ ეს ის არა დროშით რომ მოვიდა და ასე შემდეგ. ამის გარდა მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ არა მარტო კომიტეტის მსვლელობის დრო სოციალიზაციისთვის, არამედ ისეთ დროები როგორებიცაა მაგალითად შესვენება ან სადილი ან ნებისმიერი სხვა მომენტი, მაგალითად როდესაც დავიშლებით და სახლში მივალ შეგვიძლია რომ სხვა დელეგატები დავამატოთ სოციალურ მედიაზე ან როგორღაც დავუკავშირდეთ რომ მაგალითად რეზოლუციის წერა დავიწყოთ. ხო და დროშებზე რო ახსენებ, ერთი ისა მაგალითად თუ ისტორიულ კრიზისებში ხარ და ცოტა უხერხულ ქვეყანას წარმოადგენ, მაშინ ესეთი რაღაც არ მოусვლია. საფრანგეთი არ წარმოიდგენია არასდროს. როდესაც უხერხულ ქვეყანას წარმოადგენ, ყველაზე მთავარი წესი არის რომ არ დადებდე. იმიტომ რომ მე ვიყავი გამოვალ მდგომარეობაში, სხვა სახელი არ აქვს, როდესაც საფრანგეთი ინგრეოდა, ჩვენი კომიტეტი ცოტა ხნის წინ ერთი კვირის წინ დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ საფრანგეთი ამ სიტუაციიდან გამოგვეყვანა. რაც იყო უშედეგო. იმიტომ რომ როდესაც კრიზისების კომიტეტში ხარ, დივნები ყველაფერს იზამენ, რომ შენ გატარებული დირექტივები ჩაფლავდეს. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის გახსნა მინდოდა იმ მიზნით, რომ სავარო ავტომობილები როგორებიც არის მაგალითად სამავთყოფოს შეძლებოდა ქვეყანაში გადაადგილება, რომ შემდეგ პროტესტერების, მომიტინგეების და ალბათ პოლიციელების სიცოცხლეც გადაერჩინათ, გავწყვიტეთ, რომ riot policy ეგრეთ წოდებული გაგვეშვა ბლოკადებზე და გაგვეხსნა ეს ქალაქი, პარიზი ამ შემთხვევაში. რასაც მოყვა, რომ ჩემმა ემანუელ მაკრონის გაშვებულმა რობოკოპებმა შემთხვევით კომაში ჩააგდეს ევროპარლამენტარის დიშვილი. და როდესაც ამას იგებ, იმედი გეკარგება, ყველანაირი იმედი გეკარგება და არც რა გააკეთო.
მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ხარ, შეიძლება ნებისმიერ ტიპის კომპენსაცია გაუკეთო ესეთ ადამიანს და თავი დაიქციო. კაი, ხო, ცოტა ობიექტურები ვიყოთ, ახლა კრიზისების კომიტეტს უბრალოდ ეს თვითონ საფრანგეთია. კი, მართალი. აბსოლუტურად მართალი. მაგრამ ახლა მაგალითად ზოგადად რადგან ბარემამ თემას შევეხეთ, აი ამ კრიზისულ მდგომარეობებში ამ პრობლემების მოგვარებას. შენ ქონდა ხშირად რაღაცა ძალიან რანდომ, აი ხო არის მაგალითად რომ ახალგაზრდებია ძალიან ლიბერალები არიან, ან ძალიან კომუნისტები არიან რაღაცა, ხო? მაგრამ შენ ყოველთვის ქონდა აი ძალიან outside the box იდეები იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას ნებისმიერ ქვეყანაში რეფორმებზე და ასე შემდეგ. ამისთვის ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სპონტანურობა. ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის არ მეორდება. შეიძლება ოდესმე გამეორდეს, მაგრამ ასევე შეიძლება რომ ამ დროში არ ცხოვრობდეთ, როდესაც ისტორია მეორდება. ვფიქრობ, რომ დღევანდელ პრობლემებს ჭირდება დღევანდელი გადაწვის გზები. და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე გზები ვიპოვოთ ამისთვის. ერთ-ერთი შემთხვევა გქონდა, როდესაც რუსეთის ჯარები შავ ზღვაში შევიდნენ. ეს არის სრულიად მოგონილი სიტუაცია ერთ-ერთ კომიტეტში და მე ძალიან იმედით განვაცხადე იდეა, რომ ეს მომენტი გამოგვეყენებინა, რომ დაგვებრუნებინა უკრაინის თავისუფლება, რომელიც ჯერ არ დაუკარგავთ, მაგრამ რთული სიტუაცია მოგეხსენებათ. მაგრამ ეს ორი ატარდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ უფრო მეტი სადარდელებიც ჰქონია ნატოს კომიტეტს მაგ დღეს. არა, ამ შემთხვევაში ვკითხავდი რეალურ შემთხვევებში, აი რეალურ პირობებში რაღაცა ნებისმიერ პრობლემაზე მახსოვს, რომ შენს კლიმატის ცვლილებაზე და ასეთ შეერაგებულ თემებზე ქონდა ძალიან უცნაური საინტერესო გადაჭრის გზები და მინდა რომ აი აქაც ერთხელ კიდე როგორ? ბლუპერებში. კარგი, კლიმატის ცვლილებას რაც შეეხება. არც ისე განსხვავებული და არც ისე სპონტანური იდეა. მაგრამ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება რომ ჩერნობილი გამოვიყენოთ ყოველ ჯერზე, როდესაც პრობლემა გვაქვს და არ ვემხრობით და ოპოზიციას გამოხატავთ რადიოაქტიურ ენერგიასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ განახლებადი ენერგიის რესურსები რაც გვაქვს, მაგალითად ავიღოთ ქარის ენერგია მოითხოვს იმდე რესურსს, რომ ვერ აინაზღაურებს, იმიტომ რომ იმ ქარის ენერგიის windmill-ებს აშენებას უნდა იმდენი ნავთი შემდეგ იმის დაზეთვას უნდა იმდენი ზეთი, რომ უბრალოდ შეუძლებელია მაგ ენერგიის ანაზღაურება და მოგებაში ვერ მივიდივართ ვერანაირად. ხო, რავი, მე მგონი სულ ეს არის. მე მახსოვდა ცოტა მოდი ინოვაციური იდეები, მაგრამ კაი იყო, სადაც შენახალეთქობა. კარგი. შენეთქობა ზედმეტი ალკოჰოლიანი შოკოლადი მოგივიდა, სანამ დავიწყებთ ჩაწერას და დაუბრუნდეთ სოციალიზებას მაშინ, მით უმეტეს აქ უფრო გამოგადგება ეგ შოკოლადი. ხო, მოკლედ, სოციალიზებასთან დაკავშირებით, კაი, ეს დროშა გასაგებია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ შენ როგორც ახსენე, რომ დროშა რომ მოდიხარ ას ბევრი ადამიანის თვალში ხვდები და ასე შემდეგ, არიან ყოველთვის დელეგატები, ერთი მაინც ისეთი, რომელსაც ეგო ძალიან აწუხებს და ძალიან უნდა რომ იყოს საუკეთესო დელეგატი და აი შენ რო დაგინახავს დროშით უფრო ისე დაგელაპარაკება თითქოს და რა და აი მაგაზე რას ვიქ თან რა შესაქმე მეც ცოტა ეგეთი ადამიანი ვარ მეც ეგ უნდა ვიქვა ზუსტად შენ არ დაგიტოვებია ჩემს ეგეთი შთაბეჭდილება და როგორ ვფიქრობ რომ ადამიანმა როგორი ესე ვთქვათ აგრესიით ან ზიზღით რაც ძირითადად ეგეთ ადამიანებთან ინტერაქციას მოყვება როგორც არ უნდა გესაუბროს, მთავარია რომ დაუბრუნო მეგობრული, თავაზიანი და შესაბამისი პასუხები. ყოველ შემთხვევაში იმ მომენტისთვის, როდესაც ეს კონფერენცია მიმდინარეობს, იმიტომ რომ თუ იმ ადამიანს უპასუხე იგივენაირად როგორც ის გესაუბრება, მაგას შენი ზარალიც მოყვება, უშუალოდ იმ ადამიანის ზარალიც და მთლიანი კომიტეტის მსვლელობის ფაქტურად ჩაშლაც. გაეროს მოდელირება არ არის ესეთი რაღაც, სადაც უნდა ჩარიო პირადი ურთიერთობები. გაეროს მოდელირება არის ესეთი აქტივობა, სადაც ბავშვები იკრიბებიან იმისთვის, რომ გაეწყვეტენ გლობალური პრობლემები და ყოველთვის შეიპიროთ პრიორიტეტი ეგ უნდა იყოს. მაგრამ უმჯობესი იქნება თუ შენ იქნება ეგოისტი ადამიანი, მაგრამ დროშით. ხო, მაგრამ იმაზე რო თქვი კიდე პირადი ურთიერთობები არ უნდა ჩართოსო. ისე ძალიან ხშირად მინახავს, ძალიან ბევრი გაეროს მოდელირებაზე, როცა მე ხელმძღვანელი ვიყავი ან დელეგატი ვიყავი, რომ პირადი ურთიერთობებით რამოდენიმე დელეგატი, პირადი ურთიერთობებს მიყვებოდა. ან პირიქით, ვიღაცას გამოუყენებია ვითომ და პირადი ურთიერთობების იდეები, იმისთვის რომ მანიპულირება მოეხდინა და წინ წასულიყო.
მაგას ad hominem ქვია თუ არ ვცდები, როდესაც არგუმენტის წინააღმდეგ იყენებ პირად შეურაცხყოფას და პირად მაგალითს. და ეგ არის აი ძალიან მაგაზე არასწორი არაფერი შეიძლება რომ გააკეთოს ადამიანო. იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ როდესაც გაეროზე ხარ არ წარმოადგენს შენ თავს, წარმოადგენს ქვეყანას. და მეორე იმიტომ რომ თლიანი კომიტეტის შეურაცხყოფა, როდესაც ეგრე გესაუბრებიან. მე მომსვლე შემთხვევა, ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემს პირველ გაეროს მოდელირებაზე იყო ჩემს კომიტეტში ჩინეთად. და მე მაქვს ეს ჩვევა, რომ არ შემიძლია რომ როგორმე ჩინეთს არ შეუტიო. იმიტომ რომ ძალიან მარტივი შესატევია და ძირთად ვერ იცავენ ჩინეთს, იმიტომ რომ ძალიან რთული პოზიცია ყოველთვის. და როდესაც ჩემს მეგობარს შეუტიე, როგორც ჩინეთის დელეგატს, და ვერ მიპასუხა, ისე მოხდა რომ 300 დღეს ტრიკი გამიწვიდა TikTok-ს. ფოტოში ძალიან ემოციურია. და შემდეგ მომიწია ამ ადამიანთან რამდენიმე დღიანი თერაპიული სესიების გავლა, რომ აღმედგინე ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ну არ ღირს მოკლედ მაგის თქვა ვცდილობ რომ ეს ყველაფერი არ ღირს იმ პრობლემად რაც შეიძლება შეიქმნას. ხო, მაგრამ ეგ ახლა შენ რაც თქვი, ეგ მაინც უფრო გაეროს მოდელირების გამო იყო, მაგრამ აქ საუბარი არის თვითონ პიროვნება რო ეცდება, რომ მაგალითად მოდი როგორ ვთქვათ, რომ ან ვითომ და დაურჩაოს მაგასება, ან ვითომ და თავს მოაწოდებს რაღაცა იმის მიზნით, რომ თავის ხარეს გადმოიყენოს. ხო, ეგ დიდი პრობლემა, მაგრამ მე ეგეთი წარმატებული მცდელობა ჯერ არ მინახავს. იმედია მომავალში ვნახავ მეგობრებო, ვინც ამას უყურებთ, იმედები არ გამიჩნოთ. აქეთ იმედია ვნახავ. მაგრამ ეგეთი მცდელობები თუ მდივანს არ უძვა კაცები უშუალოდ და მდივანს არ გაქვია მაგას ეჩალენჯები? მდივანს არ ეჩალენჯები? არ გავდის ხოლმე, იმიტომ რომ უშუალოდ დელეგატს არ შეუძლია რომ მოგაეჭოს ის პრიზი, ან სტატუსი, რასაც ეძებ ამ კონფერენციებზე სიამოვნებისას. ну, რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ადამიანთა დაახლოვებას ცდილობ, იმიტომ რომ როდესაც 3 დღე მუდმივად ადამიანი თავში გყავს და მუდმივად ცდილობ რომ ესაუბრო და რაღაც გადაჭრის გზები იყო და რეზოლუცია წერო და შემდეგ რთულია რომ პირიქით არ დაუმეგობრდე. მთავარია რომ სწორი მომენტი იპოვა ამისთვის და არა მარტო შესასწრებით გამოიყენო როგორც დელეგატად, არამედ როგორც ადამიანადაც, რომ გაიჩინო ახალი მეგობარი და შემდეგ იმეგობროთ. ისე წინაზე რო ახსენე რომ ჩვენ შენ არ გინახავს ერთად ვიყავით, მე ვნახე, აი კაი ამოცანალი ვინ იყო მე და კაი. მოკლედ მაშინ გავახსენდა. კარგი. და თვითონ ეს კიდე მაგის გარდა რომ ნუ თვითონ მოდელირებაზე მოდელირების მერე აი ეს მოდელირებაზე გაჩენილი მეგობრები რამდენად ანუ ახლა 3 დღეში 3 დღე 2 დღე ნახევარი ვიღაცას 2 დღე ნახევარი მარტო ვიღაცას ისონ და როგორ შეიძლება რომ ახლა იმეგობრო ან რაღაცა ისეთი ურთიერთობა გქონდეს თითქოს და ხო როგორ შეიძლება რომ დავახლოვდე ესეთ მოკლე პერიოდში ადამიანს? არა, ზოგადად რაღაცა ისეთი კითხვა არ თან რომ 2 დღე ნახევარში ახლა ვიღაცა რომ უცებ გაიცანი, რამდენად სანდოვარი რომ ამას ეგრე პირი დავმეგობრდა. არ არის. გქონდეს და ასე შემდეგ. არ არის. მაგრამ ვფიქრობ რომ ეგ რისკია მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ადამიანის გაცნობას ცდილობ, გადალახო ის ნაბიჯი, რომ მოდი ახლა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ადამიანი არ აღმოჩნდეს ის, ვინც მე მინდა რომ ის იყოს, შეიძლება რაღაც უკეთესი აღმოჩნდეს. ან უარესი, მაგრამ მე მზად ვარ რომ ამას შევეგულო. და როდესაც მაგნაბიჯს დგავ, ან გიმართლებს ან არა. მაგრამ როდესაც არ გიმართლებს, იმ შემთხვევაშიც იღებ მნიშვნელოვან გაკვეთილს, შეიძლება რომ ეგრე დაარქვას და ცდილობ რომ ну, ყოველ შემთხვევაში იაზრებ იმას, როგორ ადამიანებთან გინდა ურთიერთობის დაჭერა და როგორებთან არ გინდა. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, მაგრამ რავი, მე რაც მახსოვს პირიქით ისეთ სიტუაცია იყო, რომ ნუ შენ ხო პირველად იყავი თან გაეროს მოდელირებაზე პირველად შევა გაგიცანი და იმის მერე ძალიან არის ეს ანუ შეიძლება ველაპარაკებოთ ერთმანეთს და კონტაქტი გქონდა კიდე. მაგრამ საქმე მაშია რომ აი რაღაცა იმას თითქოს და მაინც ტოპს ხო ეს გაეროს მოდელირების ყოველი თითქოს და რომ სანდო ურთიერთობაა და აი ამაზე შენ ანუ რატო ამბობ რომ არ არის სანდრო საპირიქით შენ გამოგადგა ძალიან. ეხლა ვიტყვი სანდროს ალექსანდრეს მაგალითი რატო არის ძალიან უცნაური. იმიტომ რომ მე და ალექსანდრე 3 დღე ერთ ოთახში გვეძინა სომხეთში გაეროს მოდელირებაზე და როდესაც ადამიანთან ერთად ცხოვრობ, რთულია რომ არ დავუმეგობრდე. მაგრამ ამის გარდა, როდესაც გაეროს მოდელირებაზე და მსგავს კონფერენციებზე დადიხარ,
ხარ ისეთი ხალხის გარშემო, ვინც ყოველდღიურად ცდილობს იმას, რომ თავის თავი გაიმჯობესოს და უკეთეს სიტუაცია შექმნეს თავისთავისთვის. რაც ავტომატურად ეგეთ კონფერენციებზე იმ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს ადამიანი არის სანდო, ეს ადამიანი მიისწრაფვის უკეთესობისკენ და ესეთი ადამიანების გარშემო მინდა რომ ვიყო. და ეგრეთ უნდა იყოს ისეთი ადამიანების გარშემო უნდა იყო, ვინც თავისთავის გაუმჯობესებას ცდილობს, იმიტომ რომ შენი თავის გარდა ხარ ხალხი შენ გარშემო. და როდესაც შენ გარშემო ყავს შენზე უკეთესი ხალხი, შენც ავტომატურად უკეთესდება. ხო, ეს სოციალურ მაგაზე მეც მქონდა კაი გამოცდილება გარს მოდელირებებზე რაც დავიწყე სიარული, სანამ დავიწყე სიარულს ყოველთვის მეგონა რომ მე ვიყავი რაღაც პოლიტიკა ვიცოდი, არავინ ჩემს პოლიტიკა ბისმარკის არ ქონდა თუნდაც გაგონდი რაღაც ვინ იყო ჩემ კლასელებზე უკეთესად გენიოსი მეგონა თავი და მე უცებ გარს მოდელირებებზე შევდივარ და გავიცანი რაღაც სალომე და ვიღაცები და უცებ მივხვდი რომ ყველაზე დებილი ადამიანი ვარ პირიქით. ხო და ეგრე არ ვიტყოდი. მე მგონი რაღაც ძალიან კრედიტს აკვირებს შეთავს. არა, ეს პირობითად რომ ის ანუ არ დავინახე რომ სხვებსაც აინტერესებს პოლიტიკა, სხვებსაც ძალიან კარგად იციან და ერთადერთი მე არა ვარ, რომელიც მაგალითად კონკრეტულ რაღაც ამ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს რაღაც პინოშეტის ისტორია იცის დეტალურად, ჩიკაგოს ბიჭები ვინ იყვნენ რაღაცა. სხვა შორის კარგია რომ ახსენე, ძალიან მიკვირს რომ მე აქ ვარ დღეს. იმიტომ რომ მე 10 კლასამდე ძალიან დარწმუნებული ვიყავი რომ ვაბარებდი სტეპსაგანზე, კომპიუტერულ მეცნიერებებზე, მაგრამ მე ისე აღმოჩნდა რომ კონფერენციებით და პოლიტიკით ძალიან დავინტერესდი და ნუ არჩეული მქონდა უკვე STEM მიმართულება და ისტორიას აღარ ვსწავლობდი ჩვენ სკოლაში ეგრე ასწავლიან. და ნუ პირდაპირ ვიტყვი, არ ვარ ისტორიაში ეგეთი განათლებული. არ ვარ ხლად ბევრი ცოდნა ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული ვარ და ვცდილობ რომ ეს ყველაფერი აღვიდგინო. არ ვარ ხლად გამორჩეული ამით, როგორც მაგალითად სანდრო გაგაბაძე ჩვენი წინასწარმეტყმარე მეგობრებო და პეტრე ლავარტყავა იმის წინასწარმეტყმარე. არა, ეს პირიქით წინის წინა იყო სანდრო და წინის წინა იყო პეტრე. როგორც არის. ხო, მაგრამ ახლა მაგალითად ანუ ახლა უკვე პოლიტიკური საკითხი მიმართულება გაწყვეტილი? კი, სამართალზე ვფიქრობ გაგრძელებას, ჯერ არ ვიცი ეს სამართალი საერთაშორისო იქნება თუ კორპორატიული. მაგრამ პროცესში გადავწყვეტავ რა. მაგრამ ასევე შემჩნეული მაქვს ბევრი საქმე თქვი, ასევე და მე მგონი საკმაოდ რეალისტური რაღაც ვხური, რომ გაეროს მოდელირებაზე რომ მიდიხარ, ცოტა იდებილებ თავს რა მხრივ, რომ იმდენად გმატებს საუჯერებულობას, რომ ხანდახან გონდია, რომ ცოტა ზედმეტად ჭკვიანი ხარ და უკვე ცოტა უფრო დებილსები იქნებ ჭკვიანს. მით უმეტეს, როდესაც გამოუცემელ კომიტეტში ხარ და ძირითადად ბევრმა დელეგატმა არ იცის როგორ მიმდინარეობს უშუალოდ კონფერენცია რა უნდა ელაპარაკონ და ასე შემდეგ, მაგრამ რადგან ეს კომიტეტი გამოუცემელია ჩილდოს იღებენ, მათ თავდაჯერებულობა ძალიან იწევს, მაგრამ თავია დავიმახსოვროთ, რომ საკვარისად ბევრი ვერ იქნები შენ თავთან რა, როგორ აქვს, ანუ უკეთესი არ იღება რა. ყოველთვის შეგიძლია რომ შენ თავზე უკეთესი იყო. და ეს უნდა იყოს ის რისკიანს ვისწრაფვით. ამის გარდა გაეროზე დადებილება რადგან ვახსენეთ, ერთ-ერთი რთული ნაბიჯი არის, რომ შენ სუბიექტურობა გვერდზე გადადო და წარადგინო ის ადამიანი, ვინც შენს აზრებს მაგალითად სულად საპირისპიროდ აღიქვავს. მაგალითად ემანუელ მაკრონი. ან ერიტრეას დელეგაცია. ხო, მაგრამ აქ რაზე მაქვს საუბარი, რომ აი რამდენიმეჯერ მასაც წარადგენს, რაც არ რამდენიმეჯერ მასაც წარადგენს, ვინც არ გსურს რომ წარადგინე, მაგრამ აქ საუბარი მით უმეტეს ეგეთ მომენტებში, რომ კარგად გამოგივა, ან კიდე შეიძლება რომ უბრალოდ შენ კომიტეტში ვიყავ დაგულები რა, მაგითო შენ რო best delegate award-ი მოიგე და პრიზი მოიგე ნომინაცია, ნუ შეჩათვალო რომ აი მე გენიოსი ვარ რაღაცა და დაიწყო რაღაცა პოლიტიკური სპეკულაციების გაკეთება როგორც 16 წლის ცოტა ისეთ წლიან ბავშვმა. და რა არის აი ეს რაღაცა რაოდენობა გაეროს მოდელირებების, რომელიც მეც იწყება და აი სწორი ისა რა red line-ი, წითელი ხაზი. მე ვფიქრობ რომ აი ეგ იწყება როდესაც სამდივნოში შედიხარ, როდესაც შეწყვეტა უკვე ვინ იგებს მაგ best delegates და honorable mentions და ასე შემდეგ, აი მანდ უკვე მართლა გჯერა რომ საუკეთესო ხარ რა. მაგრამ თუ გჯერათ რომ საუკეთესო ხარ, მეგობრებო, ალექსანდრისნაირ ადამიანს შედით კომიტეტში და პირობას გაწევთ რომ ეგ აზრი შეგეცლოთ. არა, ჩვენ კომიტეტში ბევრი ადამიანი ნამყოფი და ბევრს არ გამარჯვებული, ჩვენზე თუნდაც დავეჯარო ნამყოფი ადამიანი. უბრალოდ იტყოე. მაგრამ საქმე მაგაში მე ჩემი თავზე მქონდა ეს რაღაცა შემჩნეული ზედმეტი თავზე წარმოდგენები და ასე შემდეგ. და
მოკლედ ახსენ ვახსენე სამდივნოზე. მე მგონი კიდე მან მნიშვნელოვანი რაღაც არის, რომ აი გაეროს მოდელირების ბაბლში შემჩნეული მაქვს, რომ აი რაღაც პერიოდის მერე აქ ხო არის რამდენიმე ბაბლი წრე, ხო იქნება თავისთავად და ის პირდაპირ დასამეგობრებლად ძალიან კაი სივრცეა, რა მეგობრობის გასჩენით და ასე შემდეგ, ხო და იქნება რაღაცა რამდენიმე ბაბლი და ამათ შორის იწყება ძალიან დებილური დაპირისპირება, რაღაც ის ამ პარტიას უჭერს ხარს ან რაღაცა ის იმას უღალატა ან რაღაცა ესეთი ის დაპირისპირებები, ხო? ეგ ისევ ის პერსონალური დამოკიდებულებაა, რაზეც ვიდიოდით, მაგრამ ცოტა განსხვავებულია, რადგან კომიტეტს მიღმავართ. ჩვენ მაგალითად გვაქვს ჩათი ერთ-ერთი გაეროს შემდეგ შექმნილი, რომლის სახელის თქვაც მე მგონი YouTube-ზე არ შეიძლება. რომელი მოდელირების? ეს შექმნა GFL-ის შემდეგ. GFL-ის შემდეგ რა? თუზა და ანუ ეგ ჯგუფი შეიქმნა ერთ-ერთი გაეროს მოდელირების მერე და მაგ გაეროს მოდელირებიდან მე მგონი 60 ბავშვი ვარ ერთ ჩატში. ოღონდ აქტიურობს 5 ადამიანი მუდმივად. და სულ ელაპარაკებიან თავის თავს. მოდი თავის თავს, ანუ არავინ თუ არ იწერება თავის თავს ელაპარაკებიან. მაგრამ ნუ ეგ უკვე პერსონალური დამოკიდებულება განსაზღვრავ თუ არა ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას მისი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ჩვენ ყველას ყავს ერთი მეგობარი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ხედვას არ ეთანხმება, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ადამიანია. არა, გეტყვი. შენ სოციალისტი ხარ ხოლმე? რატო ვარ სოციალისტი? ეხლა იყუებია რა უბრალოდ იყუებია. ხო, კაი. რატო ტენის რაღაცებს? კაი, მოკლედ ახლა ბოდიში შევაწყობისთვის. არა, არა. მაგრამ ნუ აქ საუბარზე მაქვს რომ ნუ ხო ეს გარდაცე, მაგრამ კიდე რა შეასაქმე რომ ზოგადი აი ჩვეულებრივი რაღაცა უაზრო დრამები იწყება შემჩნეული მაქვს. რაზეც მე იხარჯება ძალიან დიდი დრო. მაგალითად ერთ-ერთი რამდენი რომელსაც გაეროს მოდელირება მორჩა მახსოვს ნუ შეზაფხული იყო მაინც მაგრამ მორჩა და ზაფხული იყო მაინც იდეაში თავშფალი დრო მაქვს და აი ინსტაგრამზე ვარ მიჯაჭული იმის გამო რომ ვიღაცას გამწერებული პოლიტიკაზე ვეკამათები და ეს გრძელდება კვირები, თვეები, რაღაც ძალით და ყოველდღე ხარჯებს 60 და ბოლოს ეს შეუყვარდათ. სამოძახი მე გავდივარ და მე რაღაც მომენტში დავტოვე ეგ ჩატი. თუ შეიძლება მაგრამ საქმე რაშია რომ ძალიან დიდ დროს გახარჯინებს ჯერ მარტო ამ უაზრო პოლიტიკურ კამაზე რაც არაფერს არ მოგიტასი და მაგის გარდა უაზრო ჭორები რო ვრცელდება ჭორების ხუთიდან გარეთ ცალკე რაღაც ჭორები ვრცელდება დაპირისპირება რაღაცა რამოდენიმე ბლოკის შორის აი ახლა დარწმუნებული ვარ ხო არის რუბიკონი ევროპის აკადემიური ცენტრი რაც ჯორჯენ Model United Nations Association და ასე შემდეგ ხო არის აი ამ ყველას რო ერთმანეთთან რაღაცა უაზრო დაპირისპირება და ნებისმიერ ბავშვს რო შეაჩერო, გააჩერო. მეორეზე გეწვის რაღაცა ისეთ კატასტროფულ რაღაცას რო ალბათ შეება დაიჭიროს ის სამართლეზე. ფიქრობ რომ როდესაც შეეხება საქმე ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებას, ეს რაღაცებზე კარგია, იქიდან გამომდინარე რომ ქმნის კონკურენციას, მაგრამ არ უნდა გადაგვიდეს ზედმეტებში. ყველა შეიძლება რომ ქონდეს თავისი თავისუფლება და დამოკიდებულება განსხვავებულ ორგანიზაციებზე, მაგრამ ხალხი შრომობს, რომ ეს ორგანიზაციები მივიდეთ იდეალური იყოს, სადაც შეიძლება რომ მივიდეს. და ამ ორგანიზაციის შეურაცხყოფა ავტომატურად არის ამ ადამიანების მიერ შეურაცხყოფა. რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს. მე ვფიქრობ, რომ თუ პოლიტიკური დებატები არ გიდა, გაეროზე არ უნდა იყო. მე ძალიან უყვარს პოლიტიკური დებატები. შემიძლია რომ ადამიანთან რავი, გადამულოდ 5, 6, 7 საათი ვიდებატო ამ მეგობრებით, ასე ვარ თეორიულ დებატებზე. ძალიან უყვარს თეორიულ დებატები. ისე მაგაზე რო თქვი დებატებზე მან ხო მაგრამ აი ეს როცა კვირები და თვეები მიაქვს ყოველდღე რამდენიმე საათი დებატის იმაზე რომ მიშა თუ გიძინა რაღაცა ესეთი რანდომ თემა ვარდება და ყველა მაგავ დროს რა ანუ რამდენად მომგებიანია სხვა არ არის უკვე პროდუქტიული ეს ხით ხო თუ თვეებზე გადადის საქმე უშედეგოა დებატის მიზანი ის არის რომ როგორ მივხვდეთ კონსენსუსზე რამდენი ადამიანის დებატობთ შეთანხმდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე და რამდენიმე ადამიანს შეთანხმდეთ საერთო კონსენსუსზე და გაწვის გზაზე და ერთ აზრზე შედიოდნენ. თუ ეს ადამიანი ჯიუტია და არ შეუძლია რომ მიიღოს ის ფაქტი რომ ან შენ ან ის სწორია, მაშინ აზრი არ აქვს. მაშინ დებატსა და პოლემიკას აზრი ეკარგება და ჯობია რომ ან ერთი ან მეორე დანებდეთ. ან ორივე ეგეთ შეიძლება.
ისე თეოლოგია რო ახსენე წინაზე. თეოლოგიაში რაზე დებატობთ? ახლა მე ცოტა ძალიან გაუნაცვლებელი ვარ მაგ სფეროში და რო ილაპარაკო მაინტერესებს მეც ძალიან. ასევე მეც ეგრევე ისტორიაში არ უშავს. როგორც ახსენე ეს ისტორიაში გაუნაცვლებელი ვარ counter რო დავაკეთოთ აგიგეთი რაღაც შეიძლება. მადლობა. თეოლოგია მომწონს ძალიან, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის რელიგია არის ერთ-ერთი გზა რომ კონდეს იმედი. რაც მე არ ვარ რელიგიური. მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამაზე ადამიანი შემეწინააღმდეგოს და მე ვითხრას რომ იცი რა შენ შეიძლება რელიგიური არ ხარ, მაგრამ მე აქედან გამომდინარე წამს ამა და ამის და შენ ვფიქრი ამაზე. ყველა დებატის მერე მე მიყვარს ეს ცნობა და ფიქრი იმაზე რომ იცი რა ამ ადამიანმა ესე და ესე მითხრა და შეიძლება რომ ეს რელიგიური იყო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის იმაზე მივიდივარ რომ არა. ჩემთვის არ არის რელიგია. რა გავაკეთო? მაგრამ ვფიქრობ რომ თუ რელიგიაზე ვსაუბრობთ, ჩემთვის ყველაზე ახლოს არის ბუდიზმი. იმიტომ რომ ბუდიზმი არის ათეისტური რელიგია, ესე ღმერთი არ ყავს. და ბუდისტები ვისაც ვიცნობარიან ადამიანები, ვინც არ იბრალებენ რომ მე სიკეთისთვის შრომობ. მე კეთილი ვარ და ასევე ბუდისტები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს რასაც აკეთებენ თავისთვის. იმიტომ რომ იციან რომ რასაც გააკეთებენ, იგივე დაუბრუნდებიან. შესაბამისად, არიან კეთილები. და ამას ძალიან ვაფასებ. მოგილ ამაზე სამ კითხვას გავაკეთებ ცოტა disclaimers გავაკეთებ მაყურებლებისთვის რომ უცებ ხვალ არ შემოგვივარდეს ჩვენ ქრისტიანი მართლმადიდებლები ვართ პატრიარქის ფოტო თეორიული დებატები ხო დახურავ რა მარხს საუბარო აპარტამენტები არ ვართ და ბუდიზმის მთავარი მიმართულება არის ის რომ ღმერთი შენ ხარ და სხვები აღარ ანუ იდეაში ბუდიზმი იმას კი არ ამბობს რომ ღმერთი შენ ხარ ბუდიზმი ამბობს რომ ყველაფერი ძალიან მიყვარს მაგრამ ბუდიზმსაც თავისი შტოები აქვს მე ვიცი შინტოიზმზე მაგალითად მან შინტოიზმი როგორ არის შინტოიზმი ბუდიზმი შინტოიზმში ხო ისაყავთ იმპერატორი იაპონიის და ის არის ხო ღმერთი ფაქტიურად იქ და პირიქით ისეთი რელიგიურია და ისე ანუ ფაშისტური იდეოლოგიასავით არის ფაქტიურად რომ ანუ შინტოისტი ვერ გახდები თუ იაპონიაში არ ხარ დაბადებული ხო მაგრამ ეგრე მაგალითად ქრისტიანობასაც ისეთი განშტოებები რასაც ჩვეულებრივი ქრისტიანი ვერ დაეთანხმება რა იგივე არის რომ ისტორია მაგალითად არ მოვიყვან გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ არსებობს განშტოებები, რომლებიც არ არის თქვა სიკეთისკენ მიდრეკილი რა, რასაც იდეაში მთავარი ქრისტიანობა, მართლმადიდებლური თუ კათოლიკური ქრისტიანობა გვასწავლის. მაგრამ ფაქტის სახეზეა რომ ქრისტიანობის უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა სიკეთეს გვასწავლის, ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლის, ამას არ შვებიან. და ბიბლია არის ვისაც გაქვს წაკითხული, ერთ-ერთი მთავარი რავი სიუჟეტი ქვია, რა ქვია, როცა ქრისტიანების ეკლესიაში და იქ რომ ვაჭრობენ მაგიდა საყირავებს. რადგან ეკლესიაში ღმერთის სახლში ვაჭრობა არ შეიძლება. მაგრამ საქართველოში დღეს Range Rover-ებით რო დადიან მამაოები და 100,000 საათები რო უკეთიათ, ეკლესიიდან იღებენ ფულს, რაც ვაჭრობაა. კიდევ ერთი გაფრთხილება ჩვენ ქრისტიანებს. ქრისტიანი მართლმადიდებლები. ყველა ხუთივე ვიცავს. ხო. პაშინიანი რო აკეთებს ხო და მაშინ ანუ ის კომენტა ესე იგი იმ ბუდიზმზე საუბრობდით ბუდიზმის მხრივ მაშინ ახლა ჩინეთში კი კომუნისტური პარტია არის მაგრამ ჩინეთი და ინდოეთი რო შევადაროთ ხო ხალხის ისინი ათეისტები არიან ესენი ბუდისტები არიან და რამდენი მოქმედებს თვითონ რელიგია ქვეყნის განვითარებას გააჩნია, იმიტომ რომ ისტორიაში რო გადავხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებული არ არის ისტორიაში, ეს დაამატეთ ერთი აქ. ჩანს რომ ძალიან ბევრჯერ რელიგია ყოფილა ერთ-ერთი რამ, რის გამოც ადამიანმა წითვა გააგრძელა. რის გამოც ის წამდა რომ ამას თუ იზავდა, ის უკეთეს ადგილას მოხვდებოდა და შესაბამისად არ გაჩერებულა. მაგრამ დღეს ამის საჭიროება რომ არ დაგემოვოთ ვერ ვხედავ. ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. იქიდან გამომდინარე რომ ყველა ადამიანი უნდა იაზრებდეს რომ თავის წარმატების მიზეზი პირველ რიგში უნდა იყოს თავის კეთილდღეობა და თავისი მიზნები. და შეუძლია რომ ამას მარტო მიაღწიოს. თუ რა თქმა უნდა სხვების დახმარება ჭირდება დაიხმაროს,
მაგრამ superstitious და extraterrestrial ამბები არ გვჭირდება ამისთვის რა. ისე მაგაზე კიდე საინტერესო არის მე მგონი რომ თან შენც გინდოდა მე ეგეთ ანუ შენ კარდის ექთემა და როგორც მე გავიგე ამაზე საუბარი რომ ძალიან რელიგიაში მაგალითად ხო აი ვაჭრობას როცა შეეხება რომ ანუ ეს ცოტა სადებატო თემა არის მაგრამ საქმე იმაშია რომ ძალიან ბევრ რელიგიაში მაგალითად ნარკოტიკების გაყიდვა და ეგეთ რაღაცები სრულიად აკრძალულია და ყველანაირი ანუ აკრძალული ყველანაირი რეგულაციებია მაგრამ შავ ბაზარზე გადადის მე ეს ყველაფერი და ნუ ეს სადებატო თემა არის შავ ბაზარზე გადადის თუ არა და ამის რეგულაცია საჭირო თუ ლეგალურად იმის რეგულაცია მაგრამ აი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება დავაკავშიროთ რელიგია ვაჭრობასთან და ეკონომიკასთან ნარკოტიკების შემთხვევაში აი თუნდაც ვფიქრობ რომ რაღაც დონეზე რელიგია ეხმარება ეკონომიკას რაც არ უნდა იყოს ესე მაგალითად მოქროვილი ხატები რო იყიდება ან ბიბლიები იმიტომ რომ ყველა ბიბლია ერთია იდეაში ერთ აზრს გადმოცემს და გადავწავთ ამას მეგობრებო ძალიან ცუდი რაღაცებზე აი აფაჯრი და შემოგვიყვება რაღაცები ნუ ვფიქრობ რომ რაც არის ასე ვთქვათ მეინსტრიმ რელიგიები იუდაიზმში არ ვიცი ზუსტად როგორია მაგრამ ეს რელიგიები ფულს არ უნდა ეხებოდეს ხო მაგრამ საქმე იმაშია რომ ახლა როცა ქვეყანაში არის მაგალითად რელიგიური სახელმწიფო, ისლამური სახელმწიფო, თუნდაც, მაგრამ ასევე მან პრობლემა არის, ანუ თავით მორალ კოდექსში არის, რომ არ უნდა იყოს ამით ვაჭრობა და კავშირი და რაღაც, ნუ ვერ შევეცდები და მე არ მესმის რელიგიები კარგად. არ უნდა იყოს, მაშინ არ უნდა იყოს, თუ ადამიანი რელიგიის მიმდევარია და ის რელიგია ეუბნება, რომ შენ მაგალითად არ ივაჭრო, არ უნდა ივაჭროს ადამიანს, ანუ რა ვიცი, მე მგონი common sense-ია. ანუ ხომ არა ავღანეთი მაგალითად ხო არის ისლამური სახელმწიფო, მაგრამ ერთ-ერთი მაგალითი მთავარი ექსპორტი არის არალეგალურად ნარკოტიკები. იმიტომ რომ აკრძალულია და თავისუფლად ფარისევლები არიან. ჩვენ დაგვემართა ერთ-ერთ კომიტეტში, რომ სირიის დელეგატი შემოგვივარდა და ვიყავით მაშინ Security Council-ში უშიშროების სამწუხაროში და ეს არის ერთ-ერთი კომიტეტი, რომელსაც შეუძლია რომ ციფერშაფხუტიები გააგზავნოს და დააყენოს გადათხოვოს სხვა ტერიტორიაზე. და სირიის დელეგატმა გთხოვა რომ ჩვენ გვინდა არჩევნების თავიდან ჩატარებაო, ჩვენ ვართ პატიოსანი სახელმწიფო, ჩვენ არაფერს არ ვაშავებთო, მაგრამ გვჭირდება ციფერშაფხუტიები რომ უზრუნველყოთ რომ სიმშვიდე იქნება არჩევნების მიმდინარეობის პროცესშიო. და ამაზე გავაცი ძალიან მარტივი პასუხი. რომ ყურანში წერია, რომ ადამიანის მოკლა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ ის ადამიანი სხვა ადამიანს არ კლავს, ან კორუფციას არ იწვევს. და თითოეულმა დელეგატმა დაახლოებით 20 ადამიანი ვიყავით მაგ კომიტეტში, იცის თუ შენ ქვეყანაში რამდენი უდანაშაულო ადამიანი მოგვდარეთ ხო და შენ პატიოსანი კი არა ფარისეველი ხარ და გადი ჩემი კომიტეტიდან და გავიდა აღარ ვთქვამს არაფერი საბოლოო შემდეგი როგორ იმას ეკნა და ეგ თემა როგორ დასრულდა არ მივეცით არანაირად ციფერშაფხუტიებები პირველ საჭიროებას ვხედავდით ადამიანებს უბრალოდ უშვებდით იმისთვის რომ იქ მომკვდარიყვნენ და არ გამოდიოდა რა ისე საინტერესო იქნება რამდენად სწორი იქნება აი ამ თემის განხილვა გაეროს მოდელირებაზე სადაც იდეაში თითქოს შეიძლება ცოტა პატარები არიან ამ თემის განხილვა და რა თუ თეოლოგიური არა შავ მარკეტი და ნარკოტიკების ვაჭრობა და ეს არის ხო ის UNODC drugs and crime ხო ძალიან კარგი თემა მიყვარს ესეთ თემებზე საუბარი აი შეიძლება რომ საათობით ვილაპარაკო და ვფიქრობ რომ მუდმივად განხილული იყოს იმიტომ რომ ელემენტარულად საქართველოს რო გადავხედოთ დღეს მიუხედავად იმისა რომ გმობს ქართული სახელმწიფო ნარკოტიკების მოხმარებას ფაქტის სახეზეა რომ ყოველდღიურად ადამიანები ნარკოტიკებით კვდებიან და ეს ნარკოტიკები არის ისეთები როგორიც არის მაგალითად მეფედრონი რომელიც არის უხარისხო რუსეთიდან შემოსული ოპიოიდის მსგავსი რო ვერ გაიგებ ისეთი რაღაცა რომელიც კლავს უბრალოდ იაფასიანი უბედური რამ და მიუხედავად იმისა რომ ჩვენს ხელისუფლებას სურს რომ ეს პრობლემა გადაიჭრას ისე ნაბიჯებს დგავენ არასწორი მიმართულებით და ვფიქრობ რომ თუ ესე გავაგრძელებთ ნარკოტიკების პრობლემა კიდევ დიდ ხანს ვერ გადაიჭრება არა მარტო საქართველოში არამედ საქართველოში არამედ სოფლიოში
მანდ დავამატოთ რომ თავარი ამ პრობლემის გამოწვევა ისინი თავრობა იმიტომ მივიდნენ ხარჯ ნარკოტიკებამდე როდესაც თავრობა ინიციირებს კრძალვას რომელიც რეალურად გრძელდება აი ზუსტად მე თქმა უნდა აი საუბარი ახლა შემოგვერთო პირადად რაღაცეობით აბა ახლა არის ფიქროს პილოზე პირველი რა გააკეთე მითხარ პირველი რა გააკეთე პილოზე ფიქრე ხო არის ფიქროს პილოზე რაზე იფიქრე იმიტომ რომ შესაძ ადამიანს რაღაცა სუკრძალავ მიდრეკილება უჩნდება ამ რაღაცის მიმართ იდეალური მაგალითია ბავშვები ისეთ ოჯახებში რომლებიც არიან ძალიან მკაცრები როდესაც ეს ბავშვები იაზრებენ რომ ისინი არიან თავისუფლები ისინი ეძებენ ძალიან მარტივ ჰედონისტურ გზებს რომ თავის თავისუფლება იგრძნონ ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლი ნარკოტიკები ტატუს გაკეთება ძალიან ბევრის გაქცევა და ელემენტარული თვის შეგება შეიძლება რომ ამის გამოხატველი გზა იყოს მაგრამ ნუ ეს არაჯანსაღია როდესაც მთავრობა კრძალავს ნარკოტიკს მაგალითად ნარკომანი ისევ ნარკომანად რჩება და ის იზრდება ყველაფერს რომ იაფასიანი რა მიშოვოს რომ მისი სურვილი დააკმაყოფილოს ხო როგორც უესა კაი ხო თან ცოტა ზანგობსით მეგონი ჩვენ ნუ საწყისში მთავარ თემას სოციალიზება თვითონ გარსმოდელებას და ხალხთან დამეგობრება კაი ახლა თავარი შენი აზრით ნუ გარდა დროშისა და თვითონ შიდა საკომიტეტო ხდომისა მაგალითად after party-ებზე როგორ რა არის საუკეთესო ყურადღების მისცემიან მეურობის საშუალო ხერხი ახლა ძალიან ბევრი ვიცნობ რომ ძალიან წაიყვან და ლაპარაკობენ რამიგია ბევრისგან ვიცი რომ პირიქით წახვიდე ცენტრში დადგე ისეკო რაღაცა და after party-ზე ჩემი აზრით ყველაზე მთავარი პრიორიტეტული ასა ეს ამოუწრათ რა after party-ებზე მაგალითად ჩემი აზრით შენ პირველი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის რომ გაერთო თუ ვერ ერთობი ჯობია რომ სახში წახვიდე გამოიძიო შემდეგი დღისთვის რადგან ძირითადად დაჯილდოება ხოლმე და მაინც ძირითადად გამოიწევი გიწევს და რაღაც მაგრამ ჯობია რომ შესაქმის მიხედო გაერთო და არავის არ მიცემისდება რომ ეს ჩაგიშოვო იმიტომ რომ after party არის აი ესეთი დრო როცა აი 2 დღე და 3 დღე რო თავს იკლავ შეიძლება რომ ძროს მოეშვა და იმ ადამიანთან ვისაც ავით ფაქტურად ცხოვრობდი ისეთი შენი თავი იყო როგორც მართლა ხარ ხო მაგრამ ახლა after party-ებზე აი ძალიან ბევრი შემი ამიგია და მეც მგონი ასე რომ თავარი მიზანი after party-ებზე ეს რომ თავარი მოლაპარაკებები რომ after party-ებზე წდება და ფაქტობრივად ანუ თავარი კავშირების გაჩენა აი რამდენი დიპლომატიური მოლაპარაკებების ხდება after party-ზე და რანაირად მოახერხონ კავშირების გაჩენა თუ შენ სვადყვა დაივიწყე და შენ წახვედი რაღაცა გაერთე უბრალოდ რა არის მოლაპარაკებები after მე პირადად მაგას არ ვქრობ მე პირადად ვფიქრობ რომ მართლა after party მხოლოდ გასართობა და მართლა მე ჩემთან რომ after party-ზე ვინმე მოვიდეს და რომ ითხრას რომ მოდი ეხლა მოლაპარაკებები ვაწარმოოთო ავდგები და გავალ მართლა უბრალოდ მირჩევია სახში ვიყო იმიტომ რომ ეგ არის დრო როცა შემიძლია რომ დავისვენო აი სხვა სახელი არა უბრალოდ დავისვენო გავერთო მე რომ ვიდეოს მოლაპარაკებების გაკეთება თლე კომიტეტს ვეთყოდი რომ მოდი ეხლა სახში წავიდეთ after party გამოვტოვოთ დავრეკოთ და ვიმუშაოთ გაჭირს გზებზე გარეთ რა ხდება პარტია როგორც მინდა რომ განსხვავება გავაკეთო რომ თუ ვინდათ რომ გამოვსალოთ წამყვანი 29 ოქტომბერს ლესელის ქუჩიდან შემოსახვევში მალევე გაიმართება აქცია ჩვენს ხო შემოგვიერთეთ კასტინგი გვაქვს საზრები არ არის რელევანტური გელოდებით ყველას და რა დიქტატურა ალექს მე ძალიან მიყვარხარ რა დავიჯერო თვითონ არ და დიქტატორი და აქეთ მართალია მე ვეზირი ვარ აქ უბრალოდ ვეზი მოლაპარაკე ხო სად ვიყავით after party-ს გამიხდები ხო რატო ახლა მაგალითად after party-ზე ისე კარგად ვიყავთ ჩვენ გამხელოდით სამხედრო რუკებს და სამხედრო ეგ ბოდიში რო დავაზუსტო ეგ იყო კონფერენციის დასრულების შემდეგ ხო ეგ იყო შენი პირადი გადაწყვეტილება რომ მე გაგიხილა და არ იყო ამის ვალდებულება არა მაგაში საქმე რომ ან მანდ ის კი არ უნდა იყოს რომ თქვაც და თვითონ კომიტეტთან დაკავშირებით მოლაპარაკება შედის არამედ კომიტეტზე მის დელატორის და ასე შემდეგ რომ ისინი დაკავშირებთ ერთმანეთთან რეალურად რა თქმა უნდა თუ შენი გზა ადამიანთან დაკავშირებით არის მაგალითად ამ შემთხვევაში იმის გახილვა თუ 2 დღე რაზე დებატობდით ეგ შეიძლება ჩემი გზა არის რომ ძალიან გავერთო
ვიცეყო თუ ამის ეგრეთ წოდებული მუღამი მქონდა და პროცესში შემოვიმეგობრო ადამიანი რა ეს თქვა შემოწყვეტით თუ ნებისმიერ სხვაობით. კაი. მოკლედ, ასეთი პრობლემა შეგვექნა ჩვენ რომ სამწუხაროდ აღარდებდნენ კაი კითხვებს საყვარელი საზოგადოება და ცოტა ხანი ვაცენზურებთ რომ მოუნდეთ და დააგროვონ ეს კითხვები და კარგად მე რომელიღაცა პოდკასტზე წამოიყვანონ ბევრი კითხვა. მოკლედ ასეთი კითხვა შევადგინეთ ყველამ ერთად რომ ჰელოვინზე რას ვაკეთებთ? ჰელოვინზე რას ვაკეთებთ? ჰელოვინზე ვსწავლთ. რა კოსმოსში? ეს მოუჩვენა? ჰელოვინზე ვიკრიბებით მეგობრები ვერთობით. მე პირადად უნდა ვიყო. ძალიან ერთულად გამოჩნდება ახლა, მაგრამ მე ვაპირებ რომ ვიყო თეატრში ტრაგიკომედიის სიმბოლო სოკენ ბასკინი ქვია ინგლისურად ნახე იქნება მასკები რო არის ერთი რო იმის და ერთი რო სევდიანი. კი. მაგრამ არა იმიტომ რომ ძალიან მიყვარს თეატრი. არამედ იმიტომ რომ ჩემს საყვარელ თამაში ბალატროში ვინც ვერგონები ბალატროში არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ჯოკერი და სხვა შორის ბალატროზე თუ საუბრობთ რა არ არის ლეგენდარია ანკომონია არის სოკენ ბასკინზე Retriggers face cards ბალატრო იმდენ მიყვარს რომ მთელი კომიტეტი წინა კონფერენციაზე მეძახდა დამოკიდებულს და მე ხო მანუელ მაკროს წარმოადგენდი და კიდევ ამ პრესამ დამიჭირა ფეხზე როგორ ვიდექი და როგორ რეალებდი აიგოთან ედიქტმენტი ძალიან გადავჭი No, კიდევ ერთი disclaimer, alcohol's are some. Alcohol's are some. ხოდა მოკლედ მე მგონი ეს არის უკვე ამით შეგვიძლია დღევანდელი პოდკასტი შევაჯამოთ. მადლობას გადავუხდი წამყვანს პირველ რიგში ერთი ტაში თუ შეიძლება. ერთი ტაში, სალომე, ერთი ტაში. ერთი, ორი ტაში. მადლობა. ერთი უკვე თავიდან 3 2 1. ეგა. და ასევე ბოლო მოდერებელს დამსხვრევებით შემიძლია ხა ოფიციალურად ეს პოდკასტი დახურულად გამოვაცხადო.